გამარჯობა ჩვენო უსაყვარლესო მაყურებელო. დღეს ჩვენ ახლა ამ სიტუაციაში პირველად ხვდებით ერთმანეთს და მინდა გითხრათ რომ ვიმყოფებით ძველი სტუდიის ტერიტორიაზე, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, დავით აღმაშენებელის 164-ში, სადაც აი ამ ფარტში, რომელსაც დავარქვით არტ სივრცე, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები მოხდება შემდგომში, ძალიან ხშირად შევხვდებით ხოლმე. ეხლა მე მინდა გაგაცნოთ თქვენ აი ამ პროექტის, აი ამ არტ სივრცის თანადამფუძნებელი, შესანიშნავი მხატვარი და შესანიშნავი ადამიანი და პიროვნება ეკა მუხაძე, აი რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს აი ამაში ყველაფერში შეტანილი და რომ არა ეკა მე ალბათ ამ სტუდიაში არ დავბრუნდებოდი. ასე რომ ეკა, აი დღეს ვართ აქ. ეს არის ჩვენი პირველი ჩართვა. დღეს სტუმარიც არ აქვს. მე და შენ ხსნით ამ პროგრამას. აი გადმოვდივარ შენთან ალავერც. როგორც შენ გინდა, ეხლა ისე დავახასიათოთ აქაურობა. მოგესალმებით. მადლობა ლევან წარდგენისთვის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ძალიან დაძაბულ ვითარებაში, ასე დავიწყებ, რადგან უცხოელად რომ თქვა, სულთან სდევს რაღაცნაირი შეგრძნება, რომ არ აღმოჩნდეთ არაადეკვატურები იმ სოფლიო დაძაბულობის ფონზე, რაც დღითი დღე ძლიერდება და რაღაცა სრულიად თელ ცეცხლშია მოქცეული, ცეცხლის ალშია და ჩვენ მოდი მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ ჩვენი კონცეფცია და ჩვენი მთავარი მესიჯი რაც არის, რატომაც გვინდოდა ამ სივრცის შექმნა და რისი თქმაც გვინდა, გავაჟღეროთ თავიდანვე, რომ უფრო კარგად მე მგონი გასაგები იქნება, რომ ჩვენ გვინდა გავერთიანდეთ იმის გარშემო, რაც ჩვენ გვაქვს საერთო. ხელოვნებამ გაგვაერთიანოს, ხო, კინო, ლიტერატურა, მუსიკა, მწერლობა და ანუ ეს ჩვენი არხი და ჩვენი გადაცემა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, ჩვენ შეგნებულად, სრულად გააზრებულად და გაცნობიერებულად, რომ შევქმნით იმისთვის, რომ თავს კი არ ვარიდებთ პოლიტიკას, ან რაღაც გუგრილი კი არ ვართ ამ მოვლენების მიმართ პირიქით და ეს არის ერთ-ერთი ჩვენგან მოფიქრებული ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ხალხს გვინდა რომ შევთავაზოთ. რომ აბა რა გვაქვს საერთო, ვილაპარაკოთ იმაზე, რაც საერთოა, სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, თავიანთი სრულიად განსხვავებული შეხედულებების და მიუხედავად, მე იმედი მაქვს, რომ აი ეს წარმატებული გამოვა ეს ჩვენი მცდელობა, რატო ვართ დღეს ორი, ესეც საინტერესოა, სპეციალურად რომ გადავწყვიტეთ ეს, რომ ჯერჯერობით მოწვეული სტუმარი არ აქვს, მაგრამ ჩვენ რადგან მე ვარ მხატვარი და შენ ხარ კინორეჟისორი, აი ორი ხელოვანი ჩვენ ახლა პირველ ნაფეხურებს ასე ვთქვათ გაკვალვას ვაწარმოებთ, განწყობას ვქმნით სამომავლოდ აი ამ სივრცეში, როდესაც მოვიწვევთ სტუმრებს, რომ კარგად, იმიტომ რომ ანალოგია ახლა მე არ ვიცი, არა გვაქვს ჩვენ რაღაცას ჩვენ თვითონ ისეც ვაკეთებთ, რომელიც ჯერ არ არის არსებული, ძალიან გვაკლია და აუცილებელია რომ იყოს სივრცე, სადაც გაცნობიერებლად, გააზრებულად ვილაპარაკებთ ჩვენ იმაზე თუ რა გვაქვს საერთო, რა გვაერთიანებს. რა კარგია. და რა ვიცი, აი რო ვფიქრდები, მე მგონია რომ ფიქრობ რომ აი ყოველი ჩვენი მსმენელის და მაყურებლის ჩართულობა მინდა რომ მიმართო ჩვენ მაყურებელს, ყოველი ჩვენი არხის გამომწერი იქნება, ანუ თვითონ თანა ავტორი ამ ჩვენი მცდელობის, ჩვენ ყველა თქვენ უკვე მონაწილე ხართ, ესე იგი ვართ მე და ლევანი და თქვენ. რომ აი ჩავერთოთ ამაში, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია, რომ როდესაც აი ჩვენ სრულიად სხვადასხვა პროფესიების ადამიანები, ასევე შეიძლება სხვადასხვა პოზიციაზე მდგომიც, ეს რაღაც გამოწვევაა, რომელიც ჩვენ გვინდა ეს მისია ჩვენ თავზე ავიღოთ. რომ აი წყნარ სივრცეში აქ არის მხოლოდ აი როდესაც კი არ გეკამათებიან, არამედ გისმენენ. ალბათ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან. ძალიან, სადაც არ ეზიზღებათ ერთმანეთი, სადაც შეუძლიათ ერთმანეთის მოსმენა, მიღება, გაცემა. და აი ამის გარდაუვალობის შეგრძნება, რომ დადგა მომენტი, მე მგონია, რომ ქართულ ერში არის ეს მუხტი, რომ ეს ძალიან სერიოზული რაღაცა თემაა, რომელიც ვთქვათ, აი ამ საერთო ამ გადაწყვეტილება, როდესაც საერთოზე ვიწყებთ ლაპარაკს. აი სწორედ ამ კონცეფციამ, აი ზუსტად შენმა კონცეფციამ, რომ რა გვაქვს საერთო,
აი მართლა ძალიან დამაინტერესა და ძალიან მომინდა რომ აი ეს პროექტში მიგვეღო ჩვენ მონაწილეობა და მით უმეტეს ერთობლივად გაგვიკეთებინა ეს ყველაფერი. ეხლა კიდევ ერთხელ გავმეორდები რომ ჩვენ ეხლა ვიწყებთ ამას ჩემო ძვირფასებო და ამიტომ აქ იქნება ძალიან ბევრი სტუმრიანობა, ძალიან თქვენთვის საყვარელი. იმედი გვაქვს რომ იქნება ეს ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები, ვინც იმსახურებენ იმას რომ გამოჩნდნენ საინტერესო პიროვნებები, ახალგაზრდობა აუცილებლად ახალგაზრდობას ჩავთავთ აუცილებლად, იმიტომ რომ გვინდა რომ ახალგაზრდობამ ჩვენთან ერთად გაიაროს რაღაცა ის ეტაპები გაიაროს, რითაც შეიძლება მე ვთქვათ სრულად თავისუფლად კინო, რაც შეიძლება მე კინოში გამოადგეს, მხატვრობაში, ხელოვნებაში, იმიტომ რომ ჩვენ ხო ძირითადად ეხლა აქ მაინც რაღაცა კინოს და აი მხატვრობის, აი ამ არტ სივრცეში ვართ შემოსულები, ხო, აქ მაგიტომაც გვინდოდა ჩვენ რომ ჩვენ გვინდა რომ აქ იაროს, რაც შეიძლება ისეთმა ადამიანებმა, თავისუფალმა, დამოუკიდებელმა ხელოვანებმა, ვისაც შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას და სხვადასხვა აი ძალიან კარგი იყო რა ეს, რა გვაქვს საერთო. როგორც კი გავიგე მე პირველივე სიტყვა შენი აი მაგასთან დაკავშირებით, მაშინვე მივხვდი რომ უამრავი რამე გვაქვს საერთო, უბრალოდ არ ვლაპარაკობთ ამებზე და რაღაცა გადადებულია თითქოს ეს თემები და ამ დროს საერთოს მეტი რა გვაქვს, ჯერ ეს ერთი ქვეყანა გვაქვს საერთო, ჩვენი საქართველო არის, ჩვენი საერთო უსაყვარლესი, ჩვენი 64 ქვეყანა. როგორ შეიძლება რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ გაუგოთ, ჩვენ ერთმანეთი ის აზრი არ გავიზიაროთ, არ მესმის. თუმცა შემოვიჭრები შესაუბარში და არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ რა თქმა უნდა საქართველო იგულისხმება, მაგრამ ჩვენთან აი ეს რაც ჩვენ დავარქვით ამ ჩვენ გადაცემას. სრულიად არ არის მაინდა-მაინც მარტო საქართველოს მოიცავდეს. ჩვენთან ნებისმიერი ფიქრობთ რომ ნებისმიერი მოსაზრებაზე და პოზიციაზე მყოფი ადამიანი იქნება ძალიან საინტერესო, რომ ყველაფერი აი შეჯიბრება თვითონ საერთო მოიცავს ყველაფერს. რადგან ყველაფერი გლობალურია დღეს და გლობალურ სივრცეში განვიხილავთ. ჩვენი საავტორო კითხვა რო გვაქვს რომ აქ მოსულ სტუმარს აუცილებლად დაუსვამთ რას ნიშნავს თქვათ მათთვის ეს სიტყვა ჩვენთან, იმიტომ რომ ეს ჩვენთან ძალიან საინტერესოა, რას ნიშნავს ჩვენთვის შესაძლოა ეს ჩვენთან? ჩემთვის ალბათ ეს ნიშნავს როდესაც აი ხელოვნებაზე არის საუბარი და არ არის შეჯიბრებადობა, არ არის რაღაცა შეფასება ან შუღლი და აი მხოლოდ მაგალითად ნამუშევარს უყურებს ადამიანი და აი თქვა ჩემ ნამუშევარს უყურებს და მე უკვე გრძნობ რომ შეიძლება ითქვას რომ ის ჩვენთან არის. შედ უანგაროთ, როდესაც არის ეს რაღაცა თანაც ახლა აქ იმასაც დავძენ რომ ჩემი ნამუშევრები და ჩემი ხაზი ძირითადად რაც ამ აღებული ამ ჩემ მხატვრობაში ეს არის მშობლიური კვლევა. თვითონ მშობლიური რაც არის და რაც გვაკავშირებს ბავშვობასთან არის ხშირად დაკავშირებული და აი ეს რაღაცა სათუთი ფიქრები ყო როგორც კი აი წამიერად იმაზე მიაპყრობს ყურადღებას ადამიანს ხელოვნების ენით როცა იწყება საუბარი მე ვფიქრობ რომ იმას შეიძლება ეწოდოს რომ უკვე არის ჩვენთან კი აი და აი თვითონ ეს ჩვენთან ჩემთვის მაგალითად ეხლა ისე იგივდება რაღაცა ისე აი გამახსენდა ყველაფერი აბსოლუტურად გამახსენდა 16 წლის ასაკში რომ შემოვედი ამ სტუდიაში და აი იმის მერე ესე იგი ნუ არ ვიცი 44 წელი ვიყავი ამ სტუდიაში ისე გაუსვლელად ვიყავი და ეხლა ისევ რომ გადავწყვიტე დაბრუნება აი ყველაფერი გამახსენდა აი ჩემთვის მაგალითად ჩვენთან უკვე ასოცირდება როგორც ეს სტუდია იმიტომ რომ სკოლაც აქ ამაკ დამთავრებული აქვე მეზობლად ცხოვრობდი აქვე დავებადე და აქ ვიყავით დღე და ღამე სწავლობდით აქ გადასარევ პედაგოგებთან ერთად რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ოტარ იოსელიანი, არ ვიცი, გურამ ჟვანია, ცხონებული ყველა მოკლედ აი ეს ჩვენთან რომელიც დაერქვა აი ამ ჩვენ რაღაცა პატარა ბუდეს სადაც აუცილებლად ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრი ადამიანები გვეყოლებით აქ მოწვეულები აი ჩვენთან მიზეზი არის რომ რაღაცა ძალიან თბილ გარემოში დავსხდეთ, ვისაუბროთ, ერთმანეთს რაღაცა გაუზიაროთ, თავისუფალ თემებზე და შეიძლება ვისაუბროთ, ნებისმიერ თემაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომ
რაღაცა ადამიანები ვართ და რაღაცა ერთმანეთს ძალიან ისეთი მძიმე პერიოდი არის ახლა მსოფლიოში და მე მაგალითად მგონია რომ რაღაცა უკვე შიზოფრენიასთან ახლო არის უკვე რაღაც შეხებები არის უკვე კედელზე თავის რტმებზე და რაღაცეებზე და აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ეს ძალიან ისეთი პროექტი იქნება სადაც ადამიანს შეიძლება რომ რაღაცა ერთმანეთს შევხვდეთ თვალებში ჩავხედოთ მოვეფეროთ გავიგოთ რა გვიჭირს რა გვილხინს და ესე ნელ-ნელა ვაკეთოთ ჩვენი საქმეები. ოღონდ რასაკვირველია აქ არ უნდა გამოვრიცხოთ ჩვენი ამბავი რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან თანადგომა. და აი ამ თანადგომასთან დაკავშირებით პირველი ვინ ჩვენ გამოგვეხმაურა პირველი ეს არის აი ეს დიდებული დანიური ხო დანიური ეს არის ბრენდი იუსკი რომელმაც სიამოვნებით გამოხატა თანადგომა და აი წარწერაც ეგ უნდა შესრულებული არის ეს ყველაფერი ქართული კინოს ხარდამჭერად მოგვევლინა იუსკი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ კიდევ მოიძებნებიან ისეთი ცნობილი ფილმები რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან რატომ იმიტომ რომ ჩვენ აქ გვექნება პატარა ფილმის ჩვენებები გვექნება პატარა განსაკუთრებული პრემიერები გვექნება მე ყველა რეჟისორს მინდა მივმართო რომ იცოდეს რომ აი აქ შეიძლება ყოველთვის ძალიან ბევრი კაი რაღაცის გაკეთება აუქციონის გაკეთება არ ვიცი რეები აღარ გვექნება საერთოდ კინოსტუდიის ტერიტორიაზე ვარ და თვითონ ტერიტორიაც გვაძლევს ჩვენ ამის საშუალებას რომ საერთოდ ჩვენ ვფიქრობთ ფესტივალსაც ვფიქრობთ და ძალიან გვინდა რომ ეს გავაკეთოთ და ვნახოთ აბა როგორ და რანაირად იქნება ოღონდ მშვიდობა იყოს ქვეყანაში ჩემი მხრიდან მე აქ მაგ ჩემი საავტორო ნამუშევრები წარმოდგენილი არის დეკორატიული შირმები არის ფერწერული საავტორო ნამუშევრები და რა თქმა უნდა რომელიც შეიძლება რომ შეიძინოს ეს ამ სურველმა ასევე შეიძლება დაკვეთი იყოს რა ქვია დაკვეთა იყოს რომ თქვათ იყოს პრინტი ამათი ან მოხატული წერების ასაწყობი წერების დაკვეთა უფრო ესეთი რომელიც შესრულდება უმაღლეს ან თქვათ სხვადასხვა აქსესუარები კედლის ხელით მოხატული თუ სხვა და ეს აუქციონებიც და ეს ჩემი ნამუშევრები ასე თქვათ საავტორო მოხმარდება ჩვენივე არხის აი ამ გაფართოებას და განვითარებას და კიდევ მინდა ერთი თქვა რომ აუცილებლად მახსენე შენი მხრიდან როგორც ვისაუბრეთ შენც გაქვს რაღაც შენი გეგმა ეგეც ვთქვათ და აბა მე ჩემი გეგმა რა მაქვს იცი რომ მე საერთოდ ძალიან მინდა რომ ჩვენ საერთოდ შევარჩიოთ ახალგაზრდები აი რაღაცა კასტინგის მსგავსი რაღაცა მოვაწყო მე ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა შენ იცი რომ სტუდენტები მყავდა სახელოსნო მქონდა და ვაპირებთ კიდევ ერთ-ერთი მაგას ერთ-ერთ გადაცემაში ვიტყვით და გამოვაცხადებთ ძალიან მინდა რომ ავიყვანო ბავშვები ახალგაზრდები რომლებიც იტრიალებენ ჩვენთან ერთად იქნებიან ამ ინტერნეტ საქმეში თუ მონტაჟში თუ საოპერატორო ხელოვნებაში ჩართულები და გაევლიან ჩვენთან ერთად რაღაცა ცხოვრების რაღაცა ეტაპს რომელიც დარწმუნებულია რომ ძალიან წაადგებათ მათ სამომავლოდ ინტერშიპის სახით ან რაღაც ტექნიკური დახმარებებით ან თანამონაწილეობით ვორქშოპი მასტერკლასებში კი ბატონო კი შენ ჩამოთვალე შენი არაჩვეულებრივი პედაგოგები ვისი სკოლაც გაგავლილი და მეც მინდა ვახსენო ჩემი პედაგოგები იყვნენ თემო მაჭავარიანი მერაბ ცინცაბაძე ფარნა ლაპიაშვილი მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარი კოკა ეგნატოვი რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება და კვალი დატოვა ჩემზე როგორც მხატვარზე და აი მინდა გავიხსენო დაათო სიხარულიძე მოქანდაკე რომელსაც მე ანუ გრაფიკას გავდიოდი და მან მოგვიტანა ეს დიდი ჩანთა სპორტული ჩანთა სავსე საშლელებით და ფანქრებით და მის აი სახელოსნოში ვხატავდით და გვეუბნებოდა რომ ომში ვართ ომში ფანქარი და საშლელი ჩვენი იარაღებია ეხა გამახსენდა
ჩვენთან საუბარში რომ ხატრესის ყალიბდებოდა ამით ხო რაღაცა ხო რომ ომში ვარ და ეს აი ჩვენ ხო რასა ჩვენი იარაღი ისევ ის არის რესიკეთებაც ვიცით კინოკამერა ვიღაცისთვის ფუნჯი და ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა ამაღლება განწყობის და განსაკუთრებით აი ეს გამოიკვეთება აი ამ საერთო თემებზე საუბარში საერთო თემას როცა ვიძახი ხა აი გულისხმობ რომ ჩვენი ქვეყანა როგორ არის 20 წელი არ გავიდოდა რომ ომში არ ყოფილიყო ჩართული ხო და როგორი მონასტრებული ტაძრები გვაქვს, როგორი სიმღერები გვაქვს, როგორი დამწერლობა გვაქვს. ამას მიუხედავად ჩვენი ხელოვნება ვითარდებოდა და ჩვენ ეს არ უნდა დავიწყოთ. ამის კვალდაკვალ, ანუ ამის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი და ჩვენ იმედი და ზუსტად ამისათვის ეგ აი იმ რაღაცებს, რასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ, რაღაც რუბრიკები, მაგალითად აუცილებლად მექნება რუბრიკა ბავშვები, აუცილებლად მეყოლებიან ბავშვები და საერთოდ ძალიან მინდა აქვე თქვა ვიტყვი იმას, რომ მინდა ძალიან პატარა დასი შევკრავ და საბავშვო სპექტაკლი დავდგა, ძალიან მინდა რა, შეიძლება აქვე დავდგა ღია სცენაზე. ასევე რუბრიკა დღეს რომ მოვდიოდი, აი მაშინ მომაფიქრდა, მინდა გაგიცნო. ესეთი რუბრიკა მინდა მქონდეს, რომლითაც ჩვენ აქ მოვიწვევთ იმ ადამიანებს, აი ვისი რაღაცაც უცბად გამორჩდება და ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს ჩვენს მაყურებელში და საერთოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს. აი ესე ნელ-ნელა დავიწყებთ. ეხლა ნახეთ, აი იქით მხარეს იქნება უკვე სტუმარს როცა მოვიყვანთ, აი იქით დავждებით. ეხლა ჯერ რატო არ დავჯექით? იქ შესავსებია რაღაცეები, ეხლა ხან შემოვედით, ეს პირველი ჩაწერა გვაქვს და სულ ცოტა ხანში აქ ძალიან ბევრ კარგ რაღაცას მოვისმენთ, ნახავთ და რა ვიცი, აბა ერთად ვიქნებით. ეხლა ჩვენ გადმოვინაცვლეთ, აი აქ ჩვენ ძირითად მაგიდასთან, სადაც ჩვენ მივიღებთ ხოლმე სტუმრებს და გვექნება საუბრები. და ამასთან დაკავშირებით ახლა პირველი გადაცემა მინდა რომ აი ეკა მუხაძემ გააკეთოს აი ეს განაცხადი რომელიც ჩვენ გვინდა რომ იცოდეთ საერთოდ რის გამო ვარ ჩვენ შეკრებილები და რა გვინდა რომ ჩვენ აქ გავაკეთოთ თუ შეიძლება ეკა ეს კონცეფცია იცი რატო იმდენად დაძაბული სიტუაციაა დღეს და იმასაც ვღელა რომ რაღაც არაადეკვატურები არ გამოვჩდეთ იმიტომ რომ რთულია რამეზე წამოიწყო საუბარი იმიტომ რომ ირგვლივ ისეთი ამბები და მოვლენებია რომ ალბათ ადამიანს მეტყველების უნარი ეკარგება და რაღაცა იწვევს რაღაცა სასოწარკვეთას იწვევს. ამიტომ ჩვენ ხომ ეს გააზრებული გვაქვს ყველაფერი ძალიან კარგად და მე გადავწყვიტე რომ მაინც ეს დამეწერა და ისე წამეკითხა რომ შეამოვნებთ გისმენთ. დღეს როცა მსოფლიო ცეცხლის ალშია მოქცეული და ვითარება დღითიდღე სულ უფრო და უფრო იძაბება, ჩვენ შეგნებულად ვირჩევთ სხვა გზას. ჩვენი გადაცემა არაა პოლიტიკური და არც ნეიტრალიტეტზე თამაში. ეს არის ჩვენი ღრმა პოზიცია. ჩვენ გვჯერა რომ არსებობს თემები, რომლებიც გვაერთიანებს. და როცა ადამიანები ერთად სხედან ქართული კინოს, მხატვრობის, ლიტერატურის და პოეზიის გარშემო, იქ იწყება საუბარი, რომელიც არ ანგრევს, არამედ აყალიბებს. ჩვენ სივრცეში ერთად იკრიფებიან სხვადასხვა შეხედულების, განსხვავებული გამოცდილების ადამიანები და ჩვენ გვჯერა რომ სწორედ კულტურა არა როგორც დეკორაცია, არამედ როგორც სერიოზული ძალა არის ის რაც ხიდებს აშენებს და არა კედლებს. ამიტომაც ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ერთი მიზანი აქვს: გავიხსენოთ, რას ნიშნავს ერთად ყოფნა, საუბარი და უბრალოდ ადამიანობა. ვაიმე, რა კარგია, რა კარგად ჩამოგიყალიბებიან. აი ნამდვილად ჩვენ აი ეს თუ იქნება ჩვენი ძირითადი საქმიანობა და ეს იქნება ჩვენი საქმიანობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან კარგ შედეგები გვექნება ინტერესის დაინტერესებიდან გამომდინარე საუბრობთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება ჩვენთან. მეც ესე მჯერა. და ჩვენი პირველი მხარდამჭერი, რომელმაც ჩვენი ეს სტუდია აღჭურვა არაჩვეულებრივი საოფისე სრულად აღჭურვა ავეჯით. ეს არის დანიური ბრენდი იუსკი, რომელიც არის ქართული კინოს და ხელოვნების მხარდამჭერი და იუსკი გახდა ჩვენი იმ სივრცის ნაწილი, რომელიც ქართული დიალოგისთვის შეიქმნა. ეხლა მუსიკალური ის კეთდება ჩვენი, იქნება ჩართვა და ამ მუსიკას გვიკეთებს დათო ევგენიძე, ჩვენი გამოჩენილი კომპოზიტორი. მისი თანადგომით კეთდება ეს ყველაფერი. საერთოდ გვეყოლება ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო ადამიანები. არა პოპულისტები, არამედ მართლა ძალიან პოპულარულები თავისი, რა ვიცი, საქმიანობით, თავისი გამორჩეული
არ ვიცი, ყველაფრით აბსოლუტურად ისეთი გამორჩეული ადამიანები უნდა გვყავდეს ჩვენ. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი რაღაცა ჩადებული აი ამ პროექტში, რომ ჩვენ ძალიან გვინდა რომ რაღაცა ეს არა მარტო თბილისს ეხებოდეს, ხო? ჩვენ გვინდა რომ აღმოვაჩინოთ ბავშვები, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ახალგაზრდობა, ვთქვათ, იგივე რეგიონებში, იქიდან ჩამოვიყვანოთ აქ, გავაკეთოთ გადაცემები, გავაკეთოთ მათი პოპულარიზაციისათვის მივეხმაროთ, ვთქვათ, მათ და რაღაცნაირად ასპარეზზე გასვლაში რეგიონების თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ჩვენ ახლა აუცილებლად საინტერესო იდეები, რაც არის აი თემებზე, რა თქმა უნდა იყოს არა მარტო თბილისი, არამედ რეგიონები. და საერთოდ აი ესეც არის, რომ ჩვენ ახლა ამ რაღაცა საერთო სასაუბრო ენის ძებნის პროცესში ვართ, რადგან ჩვენ დეფიციტი გვაქვს ჩვენ საზოგადოებაში, არ გვაქვს. ჯერ ცალკეც რაღაც და ცალკავებულები ვართ, ცალკე მსოფლიოში როგორი ვითარებაა. და ალბათ მე ვფიქრობ, რომ აი მე ხა აი რომ ვფიქრდები ესე რომ ვთქვათ უკვე რომ წინ გავუსწროთ ახლა რაღაცა მოვლენებს და აი მე რომ ვიკითხო წარსულში კი, მაგრამ რას აკეთებდი, აი თქვათ არ ვიცი რომ დაისვას ასეთი კითხვა. მე ძალიან ამაყად ვიტყოდი, რომ აი ზუსტად აი ამ შემთხვევაში რაღაცნაირად ზუსტად იმას ვაკეთებ, ვფიქრობ, რასაც უნდა ვაკეთებდე, რომ მე აი ვეძებდი და ვცდილობდი მოგვენახა საერთო ენა, რომ მე ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ანუ მოწადინებით, ხო, და რომ ვფიქრობ, რომ ხო. ეს დიდი რამეა საერთოდ შენ თანამემამულეებთან აქვს საქმე და მათთან გინდა რომ საერთო ენა მოუძებნო და ამათთან აქედან გამომდინარე გვინდა საერთოდ ყველაფერი რომ გაკეთდეს, რა ვიცი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ წამოწყებაში თქვენი ჩართულობა. პირველ რიგში ეს არიან არხის გამომწერები, რაც უფრო მეტი გამომწერი გვეყოლება, ანუ ეს ნიშნავს, რომ მეტი ინტერესია ამაზე. ჩვენ ახლა აი ამ ჩვენი პირველი ჩართვით მარტო ჩვენ ვართ როგორც მხატვარი და კინორეჟისორი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან უყვართ ხელოვნება და დიდ პატივს სცემენ და მე ვფიქრობ, რომ აი მხატვრის და კინორეჟისორის მიერ შექმნილი აი რაღაცა განწყობა, სივრცე, რასაც ჩვენ ვამზადებთ საერთო დიალოგებისთვის, კულტურული დიალოგებისთვის, მე ვფიქრობ, რომ დიდი ჩართულობა და ინტერესი უნდა გამოიწვიოს ისევე როგორც სხვადასხვა ისევე როგორც ბავშვებში, ახალგაზრდებში, ასევე მოზრდილ ადამიანებში. ესეც საერთო რაღაცა გამაერთიანებელი მინდა რომ იყოს. ყოველ შემთხვევაში აი მაგ კონცეფციაში რაც არის თავარი რომ რა გვაქვს საერთო აი ამაზე ხო ესეთი ნიშა არ არის მე მგონი საერთოდ დაკავებული და ძალიან სასიამოვნოა თუ ჩვენ დავიკავებთ პირველ ნაფეხურებს ხო ძალიან სასიამოვნო იქნება თუ დიდი საქმეა ეს დიდი საქმე იქნება გასაკეთებელი და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ მაყურებელთან ერთად გავაკეთებთ და რა ვიცი ხა თუ გამოგვიწერთ ხო ძალიან კარგი სიზარდე და თუ მაყურებელი გვეყოლება ჩვენზე ბედნიერი არ იქნება არა ესეც გავაჟღეროთ რომ ამ არხის გაფართოებისთვის საჭიროა რაღაცა გარკვეული თუნდაც ძალიან მცირედი თანხები და ყველა თითოეული ეს თითოეული ვინც მიიღებს მონაწილეობას უბრალო ადამიანები გახდებიან თანამონაწილეები სახალხო პროექტის აბსოლუტურად კი და ეს შეიძლება საერთოდ მივიდეს იქამდე რომ შენის ფილმი გადაიღო რომელიც 22 წელია ნატრობ და ვერ გადაგიღია აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობის შესახებ ჯეჯე და უჯუშის მეგობრობაზე და ამ დროს ძალიან პოპულარული სცენარი არის და რა ვიცი თითქმის თელმა საქართველოს კი და მე წაკითხული მაქვს შეფასებები რომ რაღაცა ფანტასტიურია და ციცინათელები იაპონურად მებრძოლსაც ნიშნავს მე მგონი ხო როგორ დაემთხვა ეს მახსოვს მებრძოლის სულს ქვია თურმე fireflies რაღაცა მებრძოლის სულს ასევე ჩვენი სივრცე გვინდა ხა რითი შეგვიძლია ჩვენი დავეხმაროთ ჩვენივე არხს ანუ ამ განვითარებაში ეს არის აქ მოვაწყოთ რაღაცა გამოფენები სხვა შესაძლებლობა იქნება იმისი რომ აი რაღაცა სხვადასხვა ხატრების პოეზიის საღამოები იყოს კინო ჩვენებები ასევე პერფორმანსები აუქციონები მე ჩემი მხრიდან ვიღებ მონაწილეობას იმით რომ ჩემი წარმოდგენილი აქ საავტორო ნამუშევრები შესაძლებელი იქნება შეძენა ზოგიერთი არის ეს დეკორატიული შირმები და ასევე არის ფერწერული ნამუშევრები რომელიც ძალიან უხდება თანამედროვე ინტერიერს მათი პრინტად ამ ნამუშევრები პრინტადაც შეიძლება დაკვეთის შემთხვევაში ასევე შემიძლია ასაწყობი მოხატული ჭერის ხელით მოხატული ჭერების გაკეთება რომელიც არის ვინოტელში და ღვინის საღვინოტელში. ვინოტელი გვიდგას ხო გვერდით? კი, ჩვენ სტუმრებს გავუმასპინძლდება თავის საფირმო ღვინით და ასევე სიღნაღში მაქვს მოხატული ჭერის ფრაგმენტები კაბადონში და ასევე შეიძლება აი სხვადასხვა
ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები გახდნენ ასევე ჩვენი მხარდამჭერები. ძალიან კარგი იქნება რაჯობია, მაგას აი მაშინ კი მართლა წაიწევა წინ საქმე. ეხლა მაგ ზუსტად ისეთი შტაბ-შტილება თითქოს ახალ ფილმს ვიღებ. კი. თანამედროვე შეიცვალა ტექნოლოგიებიც და ყველაფერი შეიცვალა ამდენი. ან ამაზე მაგარი ფილმი რაღა უნდა გადაიღო, როდესაც შენ დაждები და შენ თანამემამულეებს ესაუბრები და გრძნობ მათ სიყვარულს და შენ კიდე იღურები მათ სიყვარულს. როცა ისინიც ნიშანს გაძლევენ, რომ მათთვის ნამდვილად ძალიან საჭირო და საყვარელი ხარ, ეს ალბათ ძალიან ნიშნავს. ასე რომ მოგიწოდეთ, დაგვიდეკით. ძალიან მაგარი ჰარმონია. ეს ძალიან მაგარი ჰარმონია. მე რატომღაც ძალიან თავდაჯერებული ვარ შენ საკითხში, იმიტომ რომ შენ ხალხის საყვარელი კინორეჟისორი ხარ. შენ ხარ სახალხო კინორეჟისორი. ამას ახლა უკვე არანაირი წყალი არ გაუვა ისია და ალბათ მომავალი აი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის რამდენად საინტერესო უნდა იყოს, რომ აი კინორეჟისორთან შეხება, რომელიც მისთვის საყვარელია და მოწონს სხვა რაღაცა გამოცდილებების გაზიარება. ჩვენ ასევე დაგვჭირდება რომ სტუდენტებმა ინტერშიპი გაიარონ ჩვენთან, ან ტექნიკური დახმარება გაგვიწიონ, რაღაცა მთელი რიგი რაღაცა. ჩვენ გავცემთ ჩვენ ცოდნას, ჩვენ ვისწავლით თქვენგან ძალიან ბევრს რაღაცას ახალგაზრდებო, ვინც დაინტერესდებით, ძალიან გთხოვთ გამოგვეხმაურეთ. მე დიდი ბედნიერება ეხა ვინც ამ სარეჟისორო თემებით არის დაინტერესებული, ან თეატრალურით, ან სამსახიობოთი, შენთან მოეცეს საშუალება, რომ გაიაროს რაღაცა ეს შენი კონსულტაციით, ეს სცენარის წერის ხელოვნება, სამსახიობო ხელოვნება, რეჟისურა. კი და რაც თავარი არის, რა არის, იცი რომ ეს მოდი რა არ გავიპრანჭები და მე ამას ხო გრძნობ, ჩემი ხალხის სიყვარულს მე ძალიან კარგად გრძნობ და ეს ხშირად მithქვია და კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ სივრცეში პირველად, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. ამაზე დიდი ჯილდო როგორ შეიძლება ჩვენზე მდიდარი ხალხი ადამიანი რომელიც აი ამას შეიგრძნობს თავისი მაყურებლით ეგრან იმაზე მდიდარი კაცი არ მეგულება მეორე რა ეს ისეთან ეს ისეთ სიყვარულია რომელსაც ვერ ყიდულობ ვერანაირი თანხებით რა ეს არის ნამდვილი და მე ვარ ამის მოსწრე ჩვენ რო სადღაც მივდივართ ეს იქნება რეგიონი თუ სადმე როგორ გამორბიან ბავშვი დიდი პატარა საეკლესიო პირები, ანუ ყველას უყვარხარ. და რა ბედნიერი ვარ მაგდროს რა ბედნიერი ვარ ხომ მე გარო იცოდე ესეთი შენ რა ხო რამდენჯერ გიხსენებია რომ აი ესე გამოხატა მე თქვენ გიცნობთ მე თქვენ რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ყველაფერი ეს არის ჩვენი ძალა და ჩვენი მე ძალიან იმედი მაქვს დავიხარჯებით ბოლომდე ქართველი ერის ინტელექტუალური შესაძლებლობებით რომ ისინი აი ამ მუხტს ძალიან კარგად და თვითონაც თავის მხრივ განავრცობენ არა მარტო ის რომ ეხა ჩვენთან და აქ ეხა ისიც ვახსენოთ რომ როგორი კულტურული კერაა მოწყობილი გვერდით არის ჩვენი მარია დეისაძე და იურა მეჩიტოვი ყავს შესანიშნავი ხელოვანი აკადემიის სტუდენტები გადიან პრაქტიკას ჩვენ ზემოთ არის თოჯინების გალერეა და ესეთი კულტურული ვართ ესე ვთქვათ ძალიან კარგ კუნძულზე ვარ მცირე ზომის კინოდარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს იქით შენი სცენა რომელიც კი ბატონო თუმანიშვილის თეატრი არის აქ ჩემი მეგობრებით სავსე თეატრი წინვალე მსახიობებით ასე რომ ყველაფერი მზაობაა იმისა რომ თითქოს რაღაც ასანთივით უნდა გავკრათ ესე და უნდა გაჩაღოთ გაუსვლელად აკეთო საქმე ყველაფერი მზად არის აი მაგისთვის არის და აგრეთვე ისიც ვთქვათ რომ ჩვენ გვექნება ქალაქგარეთ გასვლებიც რადგან გვაქვს სივრცე ამისთვის და მაგაზე უკვე შემდეგ იქნება ჩართვები იქნება ასევე მასტერკლასები და ვორქშოპები შესაძლოა გავაკეთოთ ქალაქგარეთ ასე რომ ყურადღებით იყავით აი ამ ჩვენ არხის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად გამოვაცხადებთ ძალიან საინტერესო რაღაც პროექტებს, თემებს, იდეებს, გვექნება გასვლები, გვექნება დარჩენები, გვექნება არა რაღაც ვორქშოპები. ჩვენ გვაინტერესებს აი მაჯისცემა, პულსაცია ჩვენი ხალხის, მათ რა უნდათ? აი მათზე იქნება ეს თრიანად მისადაგებული. ჩვენთვის გარემო არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს განწყობა, რომელიც აქ ყოველი შემოსული ადამიანი ანუ გრძნობს, რომ ანუ სრულად აღჭურვა იუსკმა და ეს არაჩვეულებრივ იმას ხო შესავსები ბევრი გვაქვს ელელა შევივსებით რა საკვირველია მაგრამ ძირითადად დიდი მადლობა დათო ევგენიძეს ჩვენთვის მელოდიის შექმნისთვის და ასევე ჩვენ სტუმრებისთვის გვეყოლება ვინოტელი მასპინძელი იქნება თავისი ჩვენი სტუმრების მასპინძელი იქნება თავისი საფირმო ღვინით შესანიშნავი ვინოტელი თავისი შესანიშნავი ესეც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის იქ რაღაც ჭერი არის უნიკალური გაკეთებული და მისი ნახატებით არის განვრცობელი თლიანად შესანიშნავი დარბაზი, რომელიც ამ
შენობას უჭირავს. და ავიცი, ჩემი შესაძლებლობები შენი მხრიდან, მე ჩვენ გვინდა ყველაფერი ჩავდოთ, ასევე ჩემი მოხატულია სასტუმრო კაბადონი. ჩვენ კიდე გვინდა რომ ჩვენი არხის პოპულარიზაციაში დაგვეხმაროთ, რათა ეს სივრცე შევქმნათ და გავხადოთ ჩვენი ორგანული ნაწილი. აი ეს სივრცე ქართველი კაცი ომში მიდის სიმღერით. აი ეს მაძლევს სტიმულს და ვიცი რომ ყოველთვის შემილია ყველანაირი სახელოვნებო თემებზე ლაპარაკი, ყველაზე დიდი დაძაბულობის დროსაც კი. არ დავყაროთ ფარმხმალი, თერაპიული მნიშვნელობაც აქვს ხელოვნებას. და დიდი მნიშვნელობა აქვს. კინოს ხარდაჭერა, რომელიც ფენომენია, ეს აღიარა ფელინიმ, კინოსტუდიის კინოფენომენი არსებობს, რაზეა ლაპარაკი, ახლა სამწუხაროდ უბრალოდ ქვეყანას უჭირს. ჩვენს დასტრესილები და დაისვართ, რა თქმა უნდა, ჩვენზე მოქმედებს ეს ყველაფერი, რაც არის, მაგრამ ჩვენ ყველაფრისგან მიუხედავად იმედი გვაქვს, რომ ამას ესე ჩვენ გვინდა რომ თქვენთან ერთად რაც შეიძლება იოლად, მარტივად გადავიტანოთ აი ეს ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხები და ეს ზედმეტი რაღაცეები, რაც ადამიანს ხელს უწყობს თავის რეალიზებაში. მოვიყოთ, რაც ახლა გჭირდება, განსაკუთრებით ჩვენ ბავშვებს გჭირდებათ ეს და ეს ჩვენი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უნდა ამიტომ ახალგაზრდებო და ხანდაზმულებოც იყავით სულიერად. გავერქიანდეთ. იყავით მაგრად, გვისმინეთ, გვიყურეთ, მოგეფერებით, გავაკეთებთ ყველაფერს, დავიხარჯებით ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი მაყურებელი, რადგან ვიცით რომ ჩვენ მაყურებელსაც ძალიან უყვარვართ და თუ არა და ცოტა ხანში შეგვიყვარებს აი ამ გადაცემის მეშვეობით. ასე რომ გაგვოცებთ ბევრს და სულ მალე შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს კვლავ და კვლავ.